მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? ძლიერი სქესის წარმომადგენლებო, განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს თქვენთვის არის ეს გაშლა, იქ კი ალბათ ერთი-ორი ადამიანი შემოერევა ხოლმე, ალბათ ვინც არ ვიცი რატო უყურებენ, ალბათ რაღაცას ამოწმებენ, მაგრამ ძირითადად თქვენთვის არის ახლა ეს გაშლა. და თემა, რა ხდება თქვენს შორის? რა სიტუაცია ახლა, ანუ რასაც მოგვიყვება, მივყვეთ მოკლედ პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყეთ. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ქალბატონი, ვისაც თქვენ უყურებთ? ხო, აქ ზუსტად ვიცით, რომ უყურებთ ქალბატონს. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ნეტა ვინ არის? ესე იგი, აი ამ ენერგიების ქალი ცოტა რთული გასაგებია, მე მესმის თქვენი. სულ რომ ერთ საწოლში იწვევთ და ყოველდღე ხედავდეთ, მაინც ბოლომდე ვერ ამოიცნობთ და მიჯერეთ. ადამიანი, რომელიც აი არ ვიცი, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით სამყაროს რჩეულია, სამყაროს გამოგზავნილია რაღაცისთვის, ვიღაცისთვის, ხო კონკრეტულად. ამოუცნობი, აი რაც არ უნდა ბევრი წელი იყოს, თქვა თქვენს გვერდით, მაინც ბოლომდე ვერ გაიცნობთ და ვერ გაარკვევთ, ვინ არის ეს ადამიანი. თითქოს ბევრი პასუხები, კი არა და ბევრი ღია კითხვები გაქვთ დარჩენილი. არსებობს დახურული კითხვები, რომელსაც უბრალოდ ვერც გააჟღერებთ ამ ადამიანთან. რაღაცა იცით როგორი ტიპის ადამიანია, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა უკვე გაკვეთილია, ანუ თუნდაც ერთ საათიანი საუბარი სულიერად იმდენად გაგზრდით, იმდენად სხვა, ასე ვთქვათ, მასშტაბში გადაგიყვანთ და იმდენად სხვა მიმართულებებს დაგანახებთ, რომ იტყვით, რომ აი ესეთი ადამიანი და რამდენადაც მომხიბვლელია, რამდენადაც მიმზიდველია, რამდენადაც ბრძენია, რამდენადაც ძალიან საინტერესოა და აი ძალიან ისეთი მისტიური, ხო, იმდენად რთულია ზოგადად ხოლმე ასეთ ადამიანებთან ცხოვრება და ურთიერთობა, მაგრამ მის გარეშეც უკვე აღარ გამოდის. ჯერ არ გამიშლია, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, ძალიან საინტერესო ქალბატონს უყურებთ. ეს არ არის ქალბატონი, რომელსაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ნახავთ, სხვა შორის ვერც ოპერის დარბაზში იპოვით ესეთ ადამიანს ინტელექტით, რომ თქვათ გავთვალოთ და რაღაცა და ვერც რომელიმე თეატრალურ, ასე ვთქვათ, ვერც სცენაზე და ვერც პარტერში. ეს ძალიან განსხვავებული ადამიანები, იცით, ჩამოსათვლელები არიან დღეს ასეთი ქალბატონები. და მეწყნით აქ არ არის საუბარი 5 დიპლომსა და არ ვიცი 200 წიგნის და 4000 წიგნის წაკითხვაზე. აქ აბსოლუტურად სხვა უნარებსა და სხვა რესურსებზეა ჩამოკარგო ადამიანება. კარგით, აბა რა ხდება ახლა თქვენ შორის, რა ამბავია ეს ვნახოთ. წყენა, იმედგაცრუება, რატომ ტრანსფორმაცია, თითქოს ის რაც სასიცოცხლო ხაზის გაგრძელება უნდა ყოფილიყო, შეწყდა, გაჩერდა, ჩიხში შევიდა ურთიერთობა და ეს არ არის მეგობრებო დიდი ხნის ურთიერთობა. აქ აი იცით როგორი სტილის ურთიერთობა მომდის, რომ აი გაიცანით და ესწრება მომენტალურად, რომ ხანძარი გაჩნდა თქვენს გულში, ხო, ანუ ეს ასეთები კიდევ არსებობენ, შეიძლება ესეთი შეგრძნებაც გქონდათ და ესეთი კითხვებიც გქონდათ საკუთარ თავთან და ასე ვთქვათ, აი უცებ შეიძლება ყველაფერი მოასწავით, ასე ვთქვათ, თუნდაც რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე დღეში. სხვათა შორის ერთ რამეს გეტყვით, ხო და უცებ აღმოჩნდით ლაბირინთში, გაურკვევლობაში, იმიტომ რომ სწორად მოვიქეცი, როგორ მე შეიძლება და დამართა და ერთ რამეს გეტყვით. არსებობენ ქალები, რომლებმაც აი როგორ აგიხსნათ, რომლებსაც არც მსუბუქი ყოფა ქცევა აქვთ, არც დაუოკებელი, ასე ვთქვათ, მომენტები ჭირთ და არც ავხორცები არიან. თუ ვთქვათ, მაგრამ მე მყოლიან ასეთი ადამიანები კონსულტაციაზე, მაგრამ აი უზომოდ ბრძენი, უზომოდ ჩამოყალიბებული, უზომოდ განათლებული, უზომოდ კულტურული, უზომოდ ისეთი ოჯახის შვილი და პლუს ამას ძალიან კარგი სამსახურით და ძალიან კარგი საზოგადოებრივი სტატუსით, მაგრამ უცებ აღმოჩენილან, აი არ ვიცი, 2 დღის გაცნობილი ადამიანის სარეცელზე. და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ,
ჩამოუყალიბებელი, უინტელექტო, ამპარტავანი, ნარცისი და ცოტა ასეთი გაუცნობიერებელი ადამიანი ასეთ ქალს რა თქმა უნდა ასევე ჩათვლის რომ ნუ ახლა რა იყო რა და უცებ შევკერე და ნუ ახლა ეს რა არის ხო და მაგრამ აი ვინც ზუსტად ვისაც ზუსტად ჭკუაც აქვს ინტუიციაც გონებაც და ზუსტად გრძნობს აი ასეთი ქალის ენერგიებს ხო ის ამ ქალს ხელიდან ვერ გაუშვებს და თუ გაუშვებს იცით რატო გაუშვებს იმიტომ კი არა რომ ისი ფიქრა რომ ufra მსუბუქ აქციების ყოფილა და აბა ეს მეყოფილა არა შეშინდება იმიტომ რომ ზუსტად მიხვდება აი ჭკვიანი კაცი ზუსტად მიხვდება რომ ვახ ეს არ მიეკუთვნება იმ ქალთა ჯგუფს რომლებიც მეკეკლუცებიან და რომლებსაც რაღაცა უნდათ და ცივაცხელას რეჟიმში მეთამაშებიან გაწერილი რეცეპტებითა და თარგებით და არ ვიცი რაღაცა შაბლონური, ასე ვთქვათ, აზროვნებით, რომელსაც დღეს ძალიან ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელებში, ხო? და სოციალური ქსელების ინტელექტით იწონებს ხალხი თავს. არა ეს სხვა კატეგორიის ადამიანი. ანუ ამან ზუსტად იცის რა რისთვის აკეთებს. ამას დასაკარგი დრო არ აქვს. ანუ ამან შეგხედა ჩათვალა რომ ისიანი ხარ, რატო უნდა დავკარგოთ რომ რატო რაც შემიძლია რომ დღეს გავაკეთო, რატო უნდა გადავდო 10 წლის მერე, ან 10 დღის მერე, ან 10 თვის მერე. მან ზუსტად იცის რა უნდა, რისთვის უნდა, მას დასაკარგი დრო არ აქვს. ანუ არც ჩქარობს, მაგრამ არც აგვიანებს. გნახავს რა, შეგხედავს, ბოლომდე ვაბანკზე წამოვა და აბა მერე ვნახოთ, შენ რა ბიჭი ხარ და შენ ვინ ხარ, მაგრამ ძალიან ხშირად ასეთი ქალის ენერგიებს ბევრი ვერ გაუძლებს. დღევანდელი შემადგენლობის თუ ქიმიურად, თუ ბიოლოგიურად და თუ ფიზიკურად, ვინც არიან დღევანდელი მამაკაცები შეურწყობას არავის ვაყენებ, მაგრამ პროცენტულად ბევრს მასას გულისხმობ, ხო? აი ეს ქალს ვერ გაუგრძელებენ. ამ ქალს შეიძლება ძალიან იშვიათებმა გაუძლოთ. სხვები გაიქცევიან და დაემალებიან. მიმიხვდით რის თქმა მინდა. შეწყვეტენ, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ ამის მერე თუ კიდე რაღაც ურთიერთობა გაგრძელდა, ეს აღარ იქნება უკვე ხელწამოსაკრავი და პირდაპირ მარყურში არიან. ანუ ეს იცით რა ტიპის ქალია, აი სწორად გამიგეთ რა. არსებობს ეგეთი გამოთქმა, რომ ანუ სხვაჩვენს ერთ-ერთ გაშლაშიც ვთქვი თუ არ ვწდები რომ სულელი ქალი კისერზე ეკიდება კაცს, ხო, ცბიერი ქალი გენიტალიებზე. ჭკვიანი ქალი ხელში კიდებს ხელს და ბრძენი ქალი საერთოდ არ ეკიდება არც ეკარება ადამიანს, ხო, ზედმეტად, ანუ არ გინდა, ანუ გინდა რა პრობლემა, ოკეი, კარგად იყავი. საკუთარი თავის ფასი იცის, რა საკუთარი ენერგიების ფასი იცის და ანუ რა მოხდა, ხა იმ შეცდომასაც შეცდომად იღებს, მიმიხვდით? ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა მომენტმა უმტყუნოს ნერვებმა, მაგრამ ძალიან მალე მოიკრებს ძალას და ძალიან იუმორით შეხედავს ყველაფერს და ისე შეხედავს როგორც გაკვეთილს რა და გადაიტანს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც წავიდა. აი ესეთი მომენტები მომდის ჩემო კარგო ადამიანებო. და გაიფიქრა ბირინჩი. არ გამოვრიცხავ სხვათა შორის ეს ქალი ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდათ ოჯახში, ანუ ოჯახური ურთიერთობა ჰქონოდა. სტატუსი ჰქონოდა, ასე ვთქვათ. ნუ ხო, უფრო მგონია რომ სტატუსიანი ქალია. ძალიან დაბალ პროცენტზე იქნება ყოფილი სტატუსი, მაგრამ უფრო მგონია რომ სტატუსიანი ქალია. და ეხლა რა ხდება თქვენს შორის? თქვენ შორის ახლა არაფერი ხდება, ახლა არის დაკიდებული მამაკაცის არკანით გარდამავალი პერიოდი, ვერც ერთი დგამთ ნაბიჯს, ვერც მეორე დგამთ წინ ნაბიჯს და არაფერი არ ხდება, აბსოლუტურად არაფერი არ ხდება, თქვენ მომართული ხართ ან ისიც რაღაც სამსახურებრივ ნაწილზე, ოჯახზე, აქ არ გამოვრიცხავ, შეიძლება კვადრატიც იყო, ან თქვენც გაცილებული ხართ ვისთანაც რომელიღაცა მხარე ყველა ვარიანტში ოფიციალურ ურთიერთობაში იყო. საჯაროა გაშლა და მაინც ახლა ესე თითქოს იცით რა არის თქვენს ცადეთ კიდეც სხვა ურთიერთობები, ცადეთ სხვა ფლირტები, სხვა კი, უეჭველი ახლა ვინც მიყურებთ, თუ ასე არ არის თქვენი გაშლა არ არის, იმიტომ რომ აქ აი 100% შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ სხვა ურთიერთობებისაც მოусინჯეთ კბილი მარფერი გამოვიდა, არაფერი, იმიტომ რომ არც ერთი არ გავდა ამ ხალხს და ის ენერგია ვერ დაივიწყეთ, ვერაფრით ვერ მოიცილეთ, ვერც
აი თითქოს არც გინდათ აღიაროთ დამნაშავეთ თავი. ამ ქალზე გადაგაქვთ უფრო დანაშაულის ვექტორი, რომ აი ესე რო არ ყოფილიყო მე სხვანაირად, აი ეს არა გენატრებათ, უზომოდ გენატრებათ და ძალიან გიყვართ. ის რას გრძნობს თქვენი მისამართით. ის მშვიდობის მოყარე ადამიანია, ის არ გამწყობებს კონფლიქტს, ის მან თავისი ადგილი იცის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გინდა რა პრობლემაა, ის არ ატეხავს ისტერიკებს, ეს არ არის დრამების ქალი, არა, ეს არის მაგის არკანით, ისეთი კეცრეიც ის კიცმაცურიც იცის და კიდევ არ გინდა ბატონო, კარგად ბრძანდებოდე, კონკურენცია იმხელა სხვა ადამიანი გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ესეც გითხრათ. ან თქვენ გრძნობდეთ ესე, მაგრამ არა, ეს თავის ბედს თვითონ გსოვს. ანუ ამისი უფროსი ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება. თქვენთან დაბრუნებაზე ფიქრობს, არა. არ ფიქრობს თქვენთან დაბრუნებაზე, ნამდვილად არ ფიქრობს ჩემო კარგო ადამიანებო. აბსოლუტურად არა, პირიქით ცოტა ისეთ იცით როგორი შეგრძნება აქვს, რომ ანუ მე სულ სხვანაირად დავინახე ეს ადამიანი და აბსოლუტურად სხვანაირი აღმოჩნდა, ანუ ცოტა ისეთი ინფანტილური აღმოჩნდა და არა. ზუსტად იცის, რომ თქვენთან დაბრუნება კიდე პრობლემებს მოიტანს და არ უნდა. ცოტა რთულად გასახსენებელიც არის თქვენი ეპიზოდი მისთვის. არა აქვს არანაირი სურვილი. თითქოს უკვე სამშვიდობოს არის ეს ყველაფერი გადასული და არ ღირს ამისი ხელახლა გამოცოცხლება ესეთი არა საკუთარი თავის ბატონი თვითონ არის და სულაც არ ფიქრობს იმას რომ თქვენთან კიდე შეიძლება რაღაცა იყოს. ნახეთ ვერ შეირგე, ვერ მიიღე ის რაც რეალურად გქონდა და კი ბატონო, მე შეიძლება გამანადგურე, შეიძლება არ ვიცი, ჩემმა ნდობამ, ჩემმა ასე ვთქვათ, გულუბრყვილობამ, მიუხედავად ჩემი სიბრძნის, ახლა მე შენ მოგენდე, მე შენ გიცანი და შენ მე გამანადგურე, მაგრამ მე დღეს აი ფენიქსივით ისევ ფეხსევთ გავარ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისევ მშვიდობიანად, წყნარად და ძალიან დალაგებულად არის, მე მფარველობაც მაქვს სამყაროსი და მე ფეხსევთ გავარ და ახლა კიდევ ერთხელ თავს არ გადაგათელინებ და ახლობთ აი ესეთი ენერგიები მოდის ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენის გენატრება თქვენთვის ის ჯერჯერობით შორეული ვარსკვლავებით არის. პერსპექტივა მონახე, იქნება რამე ოცნებობთ, იქნება რეალური ურთიერთობის დაბრუნება. ისეთ როგორი მომენტია, თქვენ თუ ეცდებით და თქვენ თუ ამ ადამიანს დაანახებთ, რომ თქვენ ციცანით, ოღონდ შეგეშინდათ და რეალურად სინამდვილეს ეტყვით, ხო და გულწრფელები იქნებით. ამ შემთხვევაში შანსი არის, მაგრამ თუ თქვენ გულწრფელი არ იქნებით, ხო და რაღაცა მამაკაცურ ეგოს ვერ გადააბიჭებთ, აქ არაფერი არ იქნება. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტს. და მეორე ვარიანტი რას ჩქარობთ და რას ნერვიულობთ. ვინ არის აბა ვისაც უყურებთ ადამიანის თავის გადმოფრინდა და დავტოვე და რა უცნაურია ხუთიანი ხმლები და პენტაკლების ტუზე. ანუ ადამიანის სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ხა შეიძლება საკმაოდ ისეთი გულგატეხილია კონფლიქტურ ენერგიებშია, ეჭვიანობს, არაჯანსაღ ენერგიებში, შეიძლება ფიზიკურადაც არ იყოს კარგად ავადმყოფობდეს, არ გამოვრიცხავ, თუმცა ადამიანი არის საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ მყარად ფეხზე დგომი, ფინანსურად ნამდვილად არ უჭირს და შეიძლება საშუალოზე ზემოთ შემოსავალიც აქვს და მდგომარეობაც აქვს. საკმაოდ ისეთი ლოგიკას და გონებას დაქვემდებარებული, ამისთვის ემოციები ზედმეტი ბარგია, ეს უფრო ისე ლოგიკით მიყვება ყველაფერს და გონებით მიყვება ყველაფერს და საკმაოდ ისე როიტყვიან, მიზნები აქვს და არაოცნებები, მოდი ასე რა ვთქვათ, აი ეს ტიპის ადამიანს უყურებთ, კარგით. რა ხდება ახლა თქვენს შორის, რას ეჯიბრებით ერთმანეთს თუ რას იცავთ? გადაყირავებული ყველაფერი, აქაც დაშორებულ ურთიერთობას უყურებთ და აქ არა გაქვთ ახლა თქვენ ურთიერთობა, აქ პაუზა.
ის თავისი ჭკუით ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, თქვენი ჭკუით, ანუ ის თავისი გადასახედიდან ხედავს სცენარს, თქვენი გადასახედიდან ხედავთ სცენარს, თითქოს ერთმანეთთან მისვლა გინდათ, მაგრამ ვერ გიპოვიათ აი ეს ძაფები, რაც ერთმანეთთან დააკავშიროთ და არადა მონატრება არის, არადა მიზიდულობა არის, უსაშინლად გენატრებათ ერთმანეთს, საშინლად გინდათ ერთმანეთთან. არ ვიცი, შესაძლოა ფარულ ურთიერთობასაც ეხებოდეს ეს ყველაფერი და ეს ვისაც უყურებთ ხალი, თქვენთვის ფარული ურთიერთობა იყო და არ იყო საჯარო. და არა ძალიან ნაწყენები ხართ, თითქოს გადაწყვეტილება მივიღე და რაც არ უნდა მომენატროს და რაც არ უნდა მინდოდეს მე იქით აღარ გავიხედავ. რატო აღარ გაიხედავთ, რა მოხდა და ჩვენ ისეთი კარგად ვიყავით, ჩვენ ყველაფერი კარგად გვქონდა, მაგრამ ვერ დათმო ამ ადამიანმა ძველი ახალი სწორად ვერ დაიწყო, ანუ გიყვარდათ და მას კი ბატონო. ნახეთ როგორი მომენტია, ეხლავე გეტყვით ჩემო კარგო ადამიანებო. აქ სავარაუდოდ ისეთი თემა იყო, რომ ამ ადამიანს ვისთანაც ურთიერთობა გქონდათ, არ უნდოდა მსუბუქი ურთიერთობა, არ უნდოდა დროში გაწევა რაღაცების და თქვენ არიყავით მსად სავარაუდოდ. არადა რეალურად მე აქ რასაც უყურებ, თქვენ ცუდი განზრახვა ამ ქალის მიმართ არ გქონიათ ნამდვილად, მაგრამ ამ ქალმა რაღაცები სწორად ვერ შეაფასა, ასე ვთქვათ, სტანდარტული კლიშეებით და შაბლონებით იხელმძღვანელა და გადაწყვიტა, რომ ესე არ აკეთებ, კი ბატონო, მაშინ კარგად ბრძანდებოდე, ხო? რაღაცებში ვერ გაგიგოთ, მოკლედ რა, რაღაცებში მხარი ვერ აგიბათ. რეალურად ამ ქალის ისიც არის, რომ ვერ მოყვათ ბოლომდე, იმიტომ რომ თვითონაც ცოტა წარსულიდან გამომდინარე მგონია რომ რაღაცა გარკვეული დამღები აქვს, იმიტომ რომ აი შიშის მომენტი აქ, ეჭვიანობის მომენტი აქ შეიძლება ზედმეტადაც გთრგუნავდათ და გრუზავდათ ზედმეტი ეჭვებით. აქ ესეთი ენერგიები მომდის. სულ აი რაც არ უნდა ყოფილიყო, ხო? რაც არ უნდა შვიდი სიტუაცია ყოფილიყო, სულ რაღაცა ხლოპაც და რაღაცა რისკს ხედავდა ურთიერთობაში და ასე ვთქვათ, აი არასწორი მიჯაჭვულობა ქონდა თქვენი მისამართით, აი არ გასვენებდათ რომ იტყვიან და თქვენც დაიღალეთ რა, სულ რაღაცას ეძებდა, პრაქტიკულად არ ვიცი, აი თითიდან გამოწვეული მიზეზები ქონდა ყველაფერზე. უყვარდით, ვერ ვიტყვი რომ მას გრძნობა თქვენი მისამართით არ ქონდა, მაგრამ აი ძალიან ეგოისტური მიდგომა ქონდა და შიშები ქონდა, ძალიან ბევრი შიშები ქონდა, არ ვიცი. თქვენი წარსულიდან გამო თქვენ მოუყევით მას რაიმე, შესაძლოა თქვენ ადრე ურთიერთობაში იყავით და იმ ურთიერთობაში დაბრუნების ეშინოდა ძალიან და სულ გამოწმებდათ, რომ აბა ჩემთან ხომ არ თამაშობ, ისე ვიქითკენ ხომ არ გეძახიან, ისე ვიქით ხო არა გაქვს შენ ემოციური ბმა, ხო? და აი ამ ზედმეტმა ემოციურმა დაძაბულობამ თქვენზეც იმოქმედა და ნუ გადაწყვიტეთ, რომ არ ღირს, არ გინდა შენს უეჭვიანო, არ მენდობი, მაშინ ნუ რა გინდა ჩემთან, აი დაახლოებით ესეთი ენერგიები მომდის აქ. კარგით, მომავალში რა იქნება? ეს ქალი როგორ არის თვითონ ეს მაჩვენე? როგორ არის ჩემო კარგო ადამიანებო და ემოციები შერჩენილი აქვს თქვენი მისამართით. მაგრამ კონტროლი უნდა ისევ თქვენი რასაც არია. ნუ აი მე უნდა ვაკონტროლო, აი თითქოს ჩარჩოს გიწესებთ, თითქოს სივრცეს გიზღუდავთ, აი ისევ იგივეს მიმეორებს. ფიქრობს თქვენზე, ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება თქვენთან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე უნდა ვაკონტროლო, ჩემს ასე ვთქვათ, განკარგულებაში უნდა იყოს ყველაფერი. მომავალი აქვს ამ ურთიერთობას. სახეს კი, ნახეთ, თუ ეს ადამიანი შეცვლის თავის დამოკიდებულებებს, თუ ყველაფერზე ასე ვთქვათ, კოდავასავით არ გიკაკუნებთ თავში, ხო? და თქვენც თუ ასე ვთქვათ, გატარებებს ისწავლით რაღაცისას, მაშინ მომავალი აქვს თუ არა და ეს ციკლი დაიხურება და ახალი არაფერი არ იქნება. ჩაბარდება წარსულს და თქვენ ახალ სანაპიროზე გახვალთ. შეიძლება გასულიც ხართ და უკვე ჩანს კიდეც ეს ჩანს. ვიღაცა ახალი ჩანს კონტურები, მაგრამ აღდგენის შანსი არის. ნახეთ, ჯერ კიდე თქვენც არ გაქვთ ბოლომდე ეს ურთიერთობა თქვენს თავში დასრულებული, კიდე გაქვთ რაღაცა გარკვეული ფიქრები და ემოციები ამ ქალის მიმართ და თვლით, რომ კი სტაბილურობა
შესაძლებელია კი დაშენება, აშენება ცხოვრების ერთად შესაძლებელია, ოღონდ ხალმა უნდა შეცვალოს თავისი მიდგომები, ხო? კი ბატონო, უნდა ისწავლოს პარტნიორობა, უნდა ისწავლოს თანაბრად თქვენთან ერთად ყოფნა და არა ვთქვათ რაღაცების კონტროლი მუდმივი და არ მოგევლინოთ ასე ვთქვათ სადამსჯელო იმათ, რა ქვია, ადამიანად, ხო თუ არ ვიცი ეს რომ დადიან და რაღაც ჯარიმებს რო უწევენ ხოლმე, ხო? აი ესეთ ადამიანად არ უნდა დარჩეს. თუ ის მიდგომებს შეიცვლის და ფორმა შეცვლის თქვენთან ურთიერთობის, ყველაფერი გამოვა. თუ არ შეცვლის ჩემო კარგო ადამიანებო და არაფერიც არ იქნება, არაფერი არ იქნება. ეს მომენტია, იმიტომ რომ თქვენთან უკვე ახალი ადამიანი ჩანს და მგონია რომ უკვე განკურნების პროცესში ხართ და შეიძლება უბრალოდ ცნობის მოყარეობის გამოც უყურებთ ახლა აი ამ ეტაპზე ამ გაშლას. ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებით ისე თქვენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს იმისთვის რომ ინტერესდებით მე ერთ-ერთ გაშლაში ვთქვი რომ ნუ ახლა ცოტა თქო ტაროს რატო დაუყურებდეთ ხო ანუ წათი და იმოქმედეთ ხო რაღაცა ახლა ნუ ციტირებას არ მოხდენ ძირითადი აზრი ასეთი გამომივიდა რაც ცოტა არასწორად გაიგეს და ცოტა გავახიზიანე ასე ვთქვათ 1-2 ადამიანი მაგრამ ნუ მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში რომ ქალებს არ აქვთ ის ბერკეტი რომ წავიდნენ და იბრძოლონ კაც ცოტა მაინც სხვა მასშტაბები გაქვთ მოცემული იმისთვის რომ გააკეთოთ ის რაც თქვენ მოგწონთ და მოიქცეთ ისე როგორც თქვენ გინდათ მე აი მხოლოდ ამასთან დაკავშირებით გავაკეთე ის კომენტარი თორე დანარჩენი ის რომ თქვათ ინტერესდებით ისეთი ინსტრუმენტით როგორც არის ტარო და მისმენთ და ირჩევთ ჩემს სივრცეს და ნუ ხართ ამ არხზე ეს ჩემთვის ძალიან ისეთი მისასალმებელია და ძალიან დიდი მადლიერების გრძნობას ბადებს ჩემში. რისთვისაც კიდევ ერთხელ მიმეორებ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და კიდევ ერთხელ აი საჯაროდ ვიხდი ბოდიშ თუ რაღაც არასწორად გამომივიდა მაშინ.